იმედგაცრუებული ვარ ყველა იმ რეფორმით, რაც ვითომ უნდა გატარებული იყო ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ ამ მიმართულებით, ამიტომ პასუხით შესაბამისად არა რელევანტურია, ამიტომ ამაზე კომენტარი ფაქტიურად არ მაქვს, ესე ზოგადად რომ ვთქვა, თუმცა ის კანონები, რომელმაც უნდა იკანონოს, რომ ეკანონა თავის დროზე, ჩვენ ახლა ასეთ სავალალო სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდით. ანუ ქვეყანაში, სადაც 9,500,000 მიუსაფარი ცხოველია, ეს არის ტრაგედია ჩვეულებრივი, 2,500,000 მოსახლეობა ვართ მთელი ქვეყნის მასშტაბით და როგორც მარიამა თქვა, მარიამს აქვე დიდი მადლობა და ჩვენ ძალიან მეგობრობთ რინგოვეტი და Zero Stray Georgia და უკარგეს საქმეს აკეთებს ეს ადამიანი თავისი გუნდით და მხოლოდ აი ესეთი პაწაწუნა ორგანიზაციები თუ კი შევძლებთ რომ რაღაცა უკეთესობისკენ შევცვალოთ, მაგრამ საკმაოდ მცირე არის ასეთი ორგანიზაცია, ანუ ბევრი არ არის და კანონი რო არ კანონობს ზოგადად ქვეყანაში, სწორედ მაგიტომ არის რომ აქ ვართ ახლა სადაც ვართ. დიახ, ნესტან, ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ აი რაღაცა ძაღლებისა და კატების ბუნებრივი საცხოვრებელი არეალი არავითარ შემთხვევაში არ არის ქუჩა და უფრო მეტიც ეს არის ის ადგილი, სადაც ისინი არ მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მათ შორის ემოციურადაც იტანჯებიან. ხო, აი იმ შემთხვევაში თუ კი არსებობს კეთილი ნება, სახელმწიფოს მიერ გაწერილი თანმიმდევრული ხედვა და სტრატეგია, აი დაახლოებით რა ვადებშია შესაძლებელი ამ პრობლემის აღმოფხვრა? ნომერ პირველი ამბავი არის ტოტალურად სტერილიზაცია, კასტრაციის გაკეთება. ეს არის უპირველესი, რისი დაორგანიზებაც სახელმწიფომ უნდა მოახერხოს. პასუხი ალბათ ამაზე ექნებათ, რომ არსებობს მაგალითად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომელიც ვალდებულებაა პირველი, რომ თბილისის მასშტაბით და ზოგადად ყველა რეგიონში არის მსგავსი მუნიციპალიტეტი, ნუ ყოველ შემთხვევაში ფორმალურად, თუმცა მეორე საკითხი ამას რამდენად კეთილსინდისიერად და ხარისხიანად ეფექტურად აკეთებენ, თუმცა მათი პირველი ვალდებულება სტერილიზაცია, კასტრაცია, რომელიც ეხლავე რო დავიწყოთ, მე რა, ანუ სახელმწიფომ რო დაიწყოს სიტყვაზე, ანუ ორგანიზაციები რო ჩავეხსნათ ამ ყველაფერს, სადღაც 3-5 წელი მაინც ვერ ვიგრძნობთ სხვაობას. ანუ ეს ყველაფერი, რაც ეხლა ვსაუბრობთ, უნდა დაწყებულიყო 10 და 15 წლის წინ, რომ 9,500,000 უპატრონო ძაღლი და კატა არ ყოფილიყო ქვეყანაში. ძაღლებზე ვამახვილებთ ამ წამს ყურადღებას, მაგრამ კატები რო არ დაგვეჩაგრონ, ერთი დიდი სხვაობა კატებსა და ძაღლებს შორის არის ის, რომ კატები ადამიანებისკენ ისე ძალიან არ მოიწევენ, როგორც ძაღლები. ზოგადად, ანუ ძაღლი არის ადამიანისთვის გაჩენილი. კატები შეიძლება ჩვენი მანქანების ბორბლების ქვეშ იმალებოდნენ და ძალიან ბევრჯერ ყოფილა რაღაც საშინელი შემთხვევა, რომ უცბად დაუძრავს ადამიანს მანქანა და გაჭყვეტილა და უბედურება მომხდარა უკაცრავად ამის გახსენებისთვის, მაგრამ კატები კიდევ უფრო სწრაფად მრავლდებიან და კატასტროფა ხდება, ამიტომ მათი სტერილიზაცია, კასტრაციაც არის ნომერ პირველი ვალდებულება ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობის და ვადებზეც გაგეცით პასუხი და მეორე რაც თავარია აყვანა ან აი ეს გაჩუქება, იმიტომ რომ ეხლა ვინც ცხოვრობს ქუჩის პირობებში, ქალაქში, ქუჩაში, აი მარიამი თავისი გუნდით ცდილობს რომ ევროპაში გააგზავნოს ეს ძაღლები, თუმცა რა თქმა უნდა იმაზე მეტი ცხოველი არის ქუჩაში, ვიდრე მათი მსურველი. და 4 წელიწადზე მეც საშუალოდ ისინი ვერ ცოცხლობენ, თუ კი არ არიან რომელიმე ობიექტს, კვების ობიექტს, ან რომელიმე კეთილსინდისიერ სამეზობლოს მიკედლებული და ისევ ადამიანები თუ დავეხმარებით რიგითი მოქალაქეები ჩვენს 4-ფეხა ქუჩის მეგობრებს. და ასევე ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, ხო? სადაც აი სწორი სახელმწიფო ხედვის გარდა საკმაოდ მაღალია მოსახლეობის ცნობიერებაც და მათ შორის ემპათიაც. აი როგორ მივიდა დანარჩენი მსოფლიო ამ შედეგამდე, ამაზე რომ ვისაუბროთ და რომელი ქვეყნის მაგალითია ამ ჭრილში განსაკუთრებით საგულისხმო? ნუ ევროპაში ეს პრობლემა ქუჩაში არც ვისაც გვიმოგზაურია ვინც ყოფილვართ ევროპულ ქვეყნებში თუ ქალაქებში არც ვერც ერთ ცალ უპატრონო ძაღლს ან კატას ვერ ნახავთ ქუჩაში. ეს ყველაფერი იმიტომ რომ არსებობს ლიცენზირებული საშენები. ჩვენთან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაამრავლოს ცხოველი და შემდეგ გაყიდოს. აქაც არანაირი კონტროლი არ გვაქვს. შესაბამისად, ეს საშენები ევროპაში დაუშვებელია. ასევე სავალდებულოა სტერილიზაცია, კასტრაციაც. და გამრავლება ესეთი მარტივი, როგორც აქ არის სახელდახელოდ, არ არის ესე დაშვებული და ყველაფერი არის კანონით
კანონი განაგებს ამ ყველაფერს და ჩვენთან და სახელმწიფო დონეზე ხდება ეს ყველაფერი რა. და არა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დონეზე, მესმის, დიახ. ხო, კი ბატონო. და ასევე ცნობიერება ადამიანებში არის გაცილებით უფრო მაღალი, მაგრამ ამას ცხადია ჩვენც მივალთ მაქამდე. მე არ მინდა რომ ვინმეს რაღაცა იმედი გაუცრო. მივალთ მაქამდე აუცილებლად, უბრალოდ რო გჭირდება, მაგრამ ამაში თუ კი სახელმწიფო დონეზე ჩემი შვილი თინა უკაცრავად არ მოხდა ჩართვა. თუ კი არ მოხდა ჩართვა, ნამდვილად ყველას გაგვიჭირდება ამ საბოლოო წერტილის მონახვა რა. აი ეს არის მისთან აუცილებლად უნდა კითხოთ. ამაზე ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ შეუძლებელი ამას გვერდი ავუაროთ. დღეს პარლამენტმა ჩვენ ვიცით რომ დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით მიიღო კანონი უნებართვო გრანტების აკრძალვის შესახებ და ეს იმას ნიშნავს რომ კაცრდება კონტროლი უცხოურ დაფინანსებასთან წვდომაზე, ხო? აი რა ეფექტი და გავლენა ექნება ამ რეგულაციებს თქვენ საქმიანობაზე, როგორ გააგრძელებთ მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას ამ პირობებში? ესე იგი, ევროპიდან შემოსული გრანტები, მე თვითონ რინგოვეტის დამფუძნებელი 3 დიდი გრანტის მფლობელი ვარ, რომელიც 3 წლის წინ მოვიგე და გაიხარჯა ეს ფული ცხადია. ეს ყველა გრანტი, რომელიც ევროპიდან შემოედინებოდა, გნებავთ USAID, გნებავთ ევროკავშირი, იყო ყველაზე დიდი წყარო, საიდანაც ჩვენ შეგვეძლო სოციალური პროექტების გაკეთება, მართვა და კეთილსინდისიერად აღსრულება, ამას ხაზგასმით ვიძახ. როდესაც არ ხდება, როდესაც ეხლა ჩვენ ესე გვირთულებენ ბიუროკრატიულად ამ ყველაფრის ოპერირებას, არ ვიცი, სავალალო მდგომარეობა, უიმედო ერთის ხრივ, მაგრამ მე იმიტომ რომ ძალიან მჯერა ზოგადად ქართველი ხალხის გამარჯვების და ჩვენი გამარჯვების, მაგიტომ არაფერ პესიმისტურს არ ვიტყვი, მაგრამ ამან სადამდე შეიძლება მიიყვანოს ზოგადად ქვეყანა, ეს ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია და პირდაპირ კავშირში არის ყველანაირ სოციალურ პროექტებთან. არაფრის საშუალება აღარ იქნება, თუ კი ეს კანონი მიიღეს და აგერ მიიღეს კიდევაც. მაგრამ ხალხი კარგად ჯერ ვერ იაზრებს რა დონის შეჩერება მოხდება, რა დონეზე მოხდება არაჩვეულებრივი პროექტების გაჩერება, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში, მაგრამ რეგიონებში, იმიტომ რომ ზოგადად ყოველთვის ყველა მიმართულებით საშინელი სიტუაცია, იქ კიდევ უფრო შეიგრძნობს მოსახლეობა, რას ნიშნავს, როდესაც ასე გირთულებს საკუთარი სახელმწიფო ცხოვრებას, რაღაცა კარგად გაკეთება გინდა, ამის საშუალებას არ გაძლევენ და უაზრო კანონებს, მართლა უაზრო კანონებს, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი ამას, უაზრო კანონებს იღებენ, რომელიც თვითონაც არ აქვთ გააზრებული.